ადამიანის ცნობიერების დონე განსაზღვრავს მის ადგილს სამყაროში. მასზეა დამოკიდებული ჩვენი წინსვლა და განვითარება. პირველი 3 დონე მატერიალისტურია, მეოთხე კი გარდამავალი ეტაპი და აქედან იწყება სულიერი სამყაროს შეცნობა. 5D ეს არის ეტაპი, როდესაც ჩვენ ვსწავლობთ ენერგიების მართვას და რეალობაზე ზემოქმედებას. ახლა 6D ცნობიერების გარშემო ბევრი მოსაზრება არსებობს. შემოთავაზებულია მედიტაციები და მედიტაციური მუსიკა, მაგრამ რა არის და რა დონეა ეს? მეტი სიცხადისთვის დავამატებ, რომ ამ საკითხის გაუგებრობამ შეიძლება გააუფასუროს ნამდვილი გარდატეხის მნიშვნელობა. ამიტომ საჭიროა განვითარების ყველა ეტაპის სიღრმისეული გააზრება და ცოდნა. ახლა განვიხილოთ სათითაოდ ყველა დონე. დავიწყოთ 3D ცნობიერებით. 3D ეს არის მიწიერი ანუ მატერიალისტური ცნობიერება, ფორმისა და გადარჩენის მდგომარეობა. ეს არის წრფივი დროის, ფიზიკური სხეულისა და განცალკევებულობის დუალური განზომილება. 3D ცნობიერებაში ვცხოვრობთ, როგორც მე და სამყარო, როგორც განცალკევებული ცნებები. ეს არის ბრძოლა რესურსების, სტატუსისა და კონტროლისთვის. სიკვდილის შიში, ნაკლებობა, მარტოობა, იდენტიფიკაცია სხეულთან, სქესთან, როლთან, სახელთან და ასე შემდეგ. აქ ეგო მართავს, სული დავიწყებულია. ტანჯვას და წინააღმდეგობებს გაუცნობიერებლად ვიღებთ, როგორც ცხოვრება ასეთია, ეს ბედისწერაა. ადამიანი ცხოვრობს სხეულში, როგორც ჭუპრში. მისი გრძნობები ძირითადად იმპულსური რეაქციებია. უკმაყოფილება, რისხვა, შური, სიხარული, სიყვარული, ვნება, შიში. გონებაში აზრები ქაოტურად მოძრაობენ შინაგანი მონოლოგის რეჟიმში და ეს ფიქრები ძირითადად ნეგატიურია. გონება ვერ აცნობიერებს, საიდან მოდის იმპულსები და აზროვნების ფორმები. ის ფიქრობს, რაზეც ეფიქრება. ინტუიცია დაბლოკილია ან აღიქმება როგორც გარემოებების კომბინაცია. ურთიერთობები აგებულია ანგარების, მოგების, ვნების, შიშებისა და ჩვევების პრინციპებზე. ისინი ხშირად ემყარება ბრძოლას, კონტროლსა და დამოკიდებულებას. შეიძლება იყოს სიყვარული, მაგრამ ეს ხშირად პირობითია. მაგალითად, მე შენ მიყვარხარ, რადგან შენ ხარ. ფული უდრის უსაფრთხოებას და ასე შემდეგ. მთავარი კითხვაა, როგორ გადავრჩეთ, როგორ ვიშოვოთ ფული? ფინანსები იწვევს შიშს, სიხარბეს ან უსამართლობის განცდას. შესაძლებელია თუ არა ალიანსი სხვა დონეებთან? 5D-სთან ალიანსი თითქმის შეუძლებელია. 4D-სთან დიახ, შესაძლებელია, ისიც გამოღვიძებისთვის. ასეთი კავშირი საჭიროა, თუ ერთ-ერთი პარტნიორი მოვიდა მეორის გასაღვიძებლად. ეს ურთიერთობა ხშირად დესტრუქციულია, მაგრამ შეიძლება იყოს ევოლუციისთვის საჭირო. 4D ცნობიერება. 4D სივრცე ეს არის გარდამავალი პერიოდი, გაღვიძებისა და გადასვლის მდგომარეობა, სადაც ადამიანი იწყებს გაცნობიერებას იმისას, რომ არსებობს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე მატერიალური სამყარო. ამ დროს ხდება დაინტერესება სულიერებით, ეზოთერიზმით, იოგით, მედიტაციით. ადამიანი იწყებს ასტრალურ აღქმას, სიზმრების, ნიშნების აღქმას. ინტერესდება მისი აქ ყოფნის მნიშვნელობის ძიებით. რისთვის ვარ აქ? რა არის ჩემი მისია? ვლინდება გაორმაგება, სინათლე, სიბნელე, სიკეთე, ბოროტება. დაინტერესებული ადამიანი ხშირად ხდება ეგრეგორულ ხაფანგში. გამოფხიზლების მიზნით იწყებს დამოკიდებულებას ეგრეთ წოდებულ მასწავლებლებზე, იდეოლოგებზე, უმაღლეს სუბიექტებზე. საფრთხე არსებობს იმისა, რომ 4D შეიძლება გახდეს მარყუჟი. თუ ადამიანი გაებმება დესტრუქციულ ენერგიებში,
მისი ღვთაებრივი სულის შეცნობის გაღრმავების გარეშე, ამ დროს ადამიანი ხშირად ემოციურ საქანელაზეა. მას უკვე ესმის, რომ არსებობს უფრო მეტი ვიდრე ფიზიკური სამყარო. შეუძლია შევიდეს მედიტაციაში, იგრძნოს ენერგიები, მაგრამ ამავდროულად ეკიდება ძველ ჩვეულ სქემებს. ემოციები უფრო ღრმაა ვიდრე სამდეში, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გაცნობიერებული. ჭარბობს შიში, დაუცველობა, იზიდავს მისტიკა. ინტუიცია იღვიძებს. აქ ნათელი სიზმრები, დამთხოვები, შეგრძნებები, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ანსხვავებს მათ შორის რომელია ჭეშმარიტი და რომელი ეგრეგორი. ურთიერთობაში ხდება სულიერების რომანტიზება, სხვისი გადარჩენის სურვილი და იდეალიზაცია. არის მცდელობები, პარტნიორის, განკურნების, მისთვის მასწავლებლად გახდომის სურვილი და კიდევ ბევრი დრამა. ხშირად ხდება კარმული ალიანსები, გამოცდის მიზნით, რისთვისაც უმეტესად გამოიყენება ფული. ფული ეს არის ენერგია, რომელიც ხშირად იწვევს გრძნობებისა და ემოციების გაორებას. ჩნდება დანაშაულის შეგრძნება, ბლოკები, პრეტენზიები. ადამიანი ხშირად დგება არჩევანის წინაშე, ან სულიერება, ან ფული. გაორების განცდა იმისა, რომ არ შეიძლება ფულის აღება სულიერ საკითხებში და ასე შემდეგ. კავშირი სხვა დონეებთან. 4D ხშირად შერწყმულია 3D-სთან და 5D-სთან. 3D ძველი ურთიერთობის დასასრულებლად, 5D საჭიროა მისი აღმავლობისთვის, სულიერი ზრდისთვის. 5D ცნობიერება. 5D არის ერთიანობის ღვთაებრივი ცნობიერება. ამ განზომილებაში ეგო აღარ არის ცენტრში. ახლა ადამიანი აღიქვამს თავს როგორც სულს და არა როგორც პიროვნებას. გრძნობს ერთიანობას ყველა ცოცხალ არსებასთან, ცხოვრობს შინაგან ნაკადში, ქმნის არა სურვილით, არამედ დარწმუნებით, რადგან იცის რასაც აკეთებს. მისთვის დრო აღარ არის წრფივი. მოვლენები თავისთავად ვითარდება მისი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. უაქტიურდება ისეთი უნარები, როგორიცაა ინტუიცია, ნათელმხილველობა, პასუხისმგებლობა რეალობაზე. უჩნდება მატერიაში სინათლის შეტანის უნარი. 5D არის არა ფანტაზია, არამედ სულის მკაფიო, სტაბილური მყოფობის მდგომარეობა. ადამიანი თავს გრძნობს სიღრმისეულად და მშვიდად. ის არ ეძებს გარეგან დადასტურებებს. მისი გრძნობები მსუბუქია და ჰარმონიული, რადგან იცის, რაც მისია თავისთავად მოვა, რაც არა და არც მოინდომებს. მისი ფიქრები მშვიდია. ის ძირითადად წარმოსახვითი აზროვნებით იღებს ცოდნას. შინაგანი მონოლოგი მასში იშვიათია, რადგან არ აქვს რამეზე ან ვინმეზე დამოკიდებულება. ის ყველაფერს ჯანსაღად აცნობიერებს. მისი ინტუიცია მკვეთრია. ასეთ ადამიანს შეუძლია იგრძნოს ადამიანები, სივრცეები, დაინახოს მიზეზები სიტყვების გარეშე. ის მოქმედებს არა ლოგიკის მიხედვით, არამედ რეზონანსით. ურთიერთობა. აქ არის ორი სულის შეგნებული, ღრმად გაცნობიერებული, სარკისებრი კავშირი, ხალატისა და ტკივილის გარეშე. მათი ურთიერთობა დაფუძნებულია სიყვარულზე, პატიოსნებაზე, თავისუფლებასა და ურთიერთპატივისცემაზე. სექსუალობა არის წმინდა, ნაზი და მაღალვიბრაციული. ასეთი ადამიანი მუდმივად ცხოვრობს სიუხვისა და კეთილდღეობაში. ფული და სიმდიდრე მოდის მაშინ, როდესაც ადამიანი ასრულებს თავის ნამდვილ საქმეს, როდესაც არ არსებობს შიში, არამედ არსებობს ნდობა სამყაროსადმი. ალიანსი სხვა დონეებთან. 4D-სთან შესაძლებელია ურთიერთობა, თუ პარტნიორი იზრდება სულიერად, მენტალურად და ინტელექტუალურად. 3D-სთან ძალიან იშვიათია და სწრაფად მთავრდება. 5D-ს შეუძლია
დაიმდაბლოს ვიბრაცია, მაგრამ ძალიან მცირე ხნით. ისიც მაშინ, თუ მისიონერია და არა ოჯახის შექმნის ან სხვა ხანგრძლივი ურთიერთობის შემთხვევაში. 6D ცნობიერება. 6D არქიტექტორების ცნობიერებაა, რომელიც ქმნის სფეროებს, ანუ პარალელურ სამყაროებს და აქ იწყება ის, რაც არ შეიძლება იყოს მასიური ტენდენცია. ეს არის დონე, სადაც მიმდინარეობს შეგნებული მუშაობა ვიბრაციულ სტრუქტურებთან, რეალობის ფორმირების არქიტექტურაზე. ველების შექმნა, რომელთა მეშვეობითაც სხვა სულები ვითარდებიან. ასევე აქვთ აკაშის ქრონიკებზე წვდომა, როგორც ცოცხალ ენერგეტიკულ ველზე. 6D ცნობიერების ადამიანი ცხოვრობს როგორც მრავალგანზომილებიანი არსება, რომელიც პასუხისმგებელია მთელ სამყაროებზე. ეს არის გიდებისა და არქიტექტორების ცნობიერება და არა მხოლოდ მედიტაცია 6D-ში. აქ არ არის ეიფორია, მაგრამ არსებობს მკაფიო ცოდნა სივრცის, კანონების, ნებისა და მომსახურების სტრუქტურების შესახებ. ნამდვილი 6D ცნობიერება არის ღრმა ფესვების სინათლის იერარქიაში. მაღალ სიხშირეს პლუს ზუსტი მუშაობა მატერიაში. აქ ადამიანი არ გრძნობს თავს ადამიანად, არამედ არის როგორც ფორმით განსახიერებული ცოდნის ნაკადი. ეს არის შინაგანი ცნობიერების სრული, დუმილისა და აბსოლუტური სიცხადის მდგომარეობა. ის ცხოვრობს პორტალივით, რომლის მეშვეობითაც რაღაც შემოდის ამ სამყაროში. ემოციები არის დახვეწილი, ეთერული, ისეთივე როგორც მუსიკალური ტონალობა. მას არ აქვს ნეგატიური რეაქცია. შეუძლია სივრცის მოსმენისა და ყველაფრის გაგების უნარი. ფიქრები მისთვის არ არის საჭირო. არსებობს ცოდნა, რომელსაც იღებს სრულიად და თანმიმდევრობით. ის არის შემოქმედი. მისი ინტუიცია ყოველთვის გარდაიქმნება შედევრალურ ქმნილებად. ურთიერთობები ძალიან შერჩევითი აქვს. ცნობიერების 6D დონეზე მყოფი ადამიანები შეიძლება იყვნენ პარტნიორის გარეშე, რადგან მათთვის ჩვეულებრივი კავშირი რთულია. მაგრამ თუ არსებობს ურთიერთობა, ეს არის ორი ენერგოგამტარის მაღალი სიხშირის კავშირი, საერთო ამოცანებით, სარკისებრი შინაგანი სიჩუმით. ფულთან მიმართებაში ნეიტრალურნი არიან, ყოველთვის აქვთ, როცა სჭირდებათ. ამ დონის ადამიანის თვითმიზანი არ არის ფულის შოვნა, მაგრამ შეუძლია იმუშაოს სიუხვისა და ყველანაირი კეთილდღეობის ენერგიებთან, როგორც ენერგეტიკული ველის ნაკადთან და არა როგორც ვალუტასთან. კავშირები. 5D-სთან აქვს კავშირი, როგორც საველე მხარდაჭერა. 4D-სთან ეს თითქმის შეუძლებელია. 3D-სთან უკიდურესად იშვიათი. მაგრამ შეუძლიათ იყვნენ მსოფლიო დონის მოხელეებთან ალიანსში. ისინი ჰქვანან ცოცხალ ტაძარს, რომლებიც ცხოვრობენ განზომილებებს შორის. მაგალითად, ერთი შეიძლება იყოს სახელმწიფო მოღვაწე და მეორე კონტაქტორი. აი ასეთ ზოგად საკითხებში შეუძლიათ ალიანსი დაბალ ვიბრაციულ დონეებთან. სხვა შემთხვევაში ხანგრძლივ ურთიერთობებში მხოლოდ თავის დონესთან. მეგობრებო, ეს არის ადამიანის მრავალგანზომილებიანი განვითარების საწყისი ეტაპები, რომლის გავლაც თითოეულ ჩვენთაგან შეგვიძლია, რა თქმა უნდა, თუ მოვინდობებთ. ამ ყველაფრის გაცნობიერება არ ნიშნავს მხოლოდ კვანტურ ნახტომს სინათლეში. ეს არის უსასრულო მოგზაურობა სამყაროში და თითოეული დონე არის სულიერი ზრდისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ყველანი ჩვენს უნიკალურ გზას ვადგავართ. მთავარია წინსვლა. გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მოგზაურობას განვითარების ყველა ეტაპზე.